საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ გუშინდელი ბატალიების შემდეგ, რომელიც ეგრეთ წოდებულ პარლამენტში გაიმართა, მოკლედ საქართველო გახდა მსოფლიოში პოპულარული. აი ძალიან პოპულარული გახდა. ხო იცით თქვა რომ შავი პიარიო ყველაზე მეტი დიდი პიარიაო და ალბათ მთელი მსოფლიოდან შოუს მაყურებლები ჩამოვლიან და როგორც სხვადასხვა ტურნირებზე დადიან, ეს ტურიზმის რაოდენობას გააზრდის, ჩვენ ამაში პოზიტივი უნდა ვეძებოთ, იმიტომ რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელ ქვეყანაშიც პარლამენტში ოლიმპიური ჩემპიონები უბრალო არა სპორტსმენებს ისე უტყაპუნებენ, რომ სასტრაფოს გამოძახება არის საჭირო და ეს მთელმა მსოფლიომ იგრძნო და მთელმა მსოფლიომ დაინახა და დღეს შემთხვევით როიტერის გვერდზე შევედი და აი უბრალოდ მინდა ეხა გაჩვენოთ, შეხედეთ რა დონის პოპულარული თემა არის მთელ მსოფლიოში გამხდარი. ეს არის მიმდინარე მოვლენები, მოვლენებიც ხა როიტერსი აშუქებს. ახლო აღმოსავლეთის კრიზისი არის, იქ ამერიკის მოვლენებია რაღაცა და არის საქართველოს პარლამენტის ვიდეო დადებული რა. ეს დღევანდელია. და დააკვირდით 17,000 რაღაცა ეს ნახვები რა, ყველაზე დიდი აქ რომელიღაცას აქ 133,000 და დააკვირდით საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ჩხუბის ვიდეოს აქ 8,800,000 ნახვა მოგროვილი მთელ მსოფლიოში. ღმერთმა გაგიმარჯოს. დააკვირდით. აი როგორი პოპულარული გახადეს საქართველო. როგორი პოპულარული და იქ უნდა შეხვიდე უბრალოდ და იქ უნდა ნახო კომენტარებში რა იწერება. როგორი კომენტარები მოყვება ამ ყველაფერს. აი რამოდენიმეს უბრალოდ ამოვიღებ და გაჩვენებთ რა, ამოვიღე და აი ხო დიდი ბოდიშით ახლა მე რუსულად ამაქვს თარგმნული ეს თქვენთვის რო იყოს გასაგები და აი დააკვირდით ახლა რა. აი ისინიო უკეო მზათარიანო ევროკავშირში შემოსასვლელათო და ცინიზმს დააკვირდით. ალყდა ჰიჰა, ნუ ახლა მასე მეც არ გამიძლო გულმა და დაუწერე რომ მონების კლუბში საქართველოს არის საქმება თქვა, მაგრამ ზოგადად აი ქცევის წესებიდან გამომდინარე ადამიანმა იხუმრა და ისე როგორც წარმოჩენილი აქვს კავკასია ველურების ქვეყანად და როგორც განუვითარებლების ქვეყანად და პოსტრუსული კოლონიალიზმის ქვეყანად და დაგცინიან ახლა ასე და იქ იყო ერთ-ერთის კომენტარი იყო ძალიან საინტერესო, რომელიც ამბობს რომ ისინიო ყველაფერს აკეთებენო რომ ქვეყანას მდგომარეობა გაუმჯობესონო, ეს თარგმნილი არის ქვემოთ და ну რა თქმა უნდა ამას ახლა ძნელი არ დაეთანხმო რომ ზუსტად ეს ხალხი ცდილობენ რომ ქვეყნის უკეთესობა და ქვეყნის ბედი წაწიონ წინ. აი რა დონეზე მოიჭრეს თავი, რა დონეზე შეურაცხყოფა მიაყენეს სახელმწიფოს, რა დონეზე შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ ერს, თავიანთი ტლუ, თავიანთი გაუნათლებელი, თავიანთი აი როგორც კუნთმაგარი და გონება ჩლუნგური და უღირსი საქციელით რა. შვიდობა მოგცეთ მართლა. აი დააკვირდით უბრალოდ რა. და ამაზე იყო ერთი ამბავი ატეხილი, რომ ესა რა ქვია, თვითონ აცხადებენ რომ მე რო ავდგედა ვინმესო რომ ხელი დავარტყა ეს ბიჭოს რაღაც ეს კიდე მაგარი ჩამოსყავთ ხოცებს რაღაცა ორღობიდან გამომძრვალი ვიღაცა ვირთხა რომელიც ესა რა ქვია ახლა პოლიტიკოსი ქვია და გუშინ ძალიან აქტიურობდა ეხა გენო პეტრიაშვილის და იმის რა ქვია ტალახაძის გვერდით და სხვა კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ადამიანების გვერდით ძალიან აქტიურად იყო ბრძოლაში ჩართული, მით უმეტეს რომ უმრავლესობაში ეგენი იყვნენ ახლა და რა თქმა უნდა გამოეჩინათ თავი რა, უნდა გამოეჩინათ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მეტად ეს ყველაფერი მე მახსენებს გენიალურ შემოქმედებას ცხოველების ფერმას ჯორჯ ორუელის, რომელშიც აი ზუსტად ეს არის რა, ეს არის პრინციპი, ხორები მართავენ ფერმას, ძაღლები ყავთ შემდეგ თანამდებობის პირებზე, ანუ რომლებმაც პალაჟენია უნდა დააყენონ და დანარჩენი ცხოველები უყურებენ ამ ყველაფერს და ესენი ზიანს სვამენ, ჭამენ, გულაობენ,
თვითონ კარგად არიან და დანარჩენი ხალხი უყურებს ამას. აი ზუსტად ეს მდგომარეობა არის საქართველოში. ზემოთ ზის ღორი, ქვემოთ ყავს ძაღლები და ადრე ზონდერები ქუჩაში დარბოდნენ და ქუჩაში ურტყამდნენ ხალხს, ამან ოფიციალურად შექმნა ზონდერების სასტავი პარლამენტში, არასასიამოვნო განცხადებებს, რომ ისგანაც მიიღებს, რომ მათ თავპირი დაუმტრიონ და შიში კონდეთ. თან ამ ყველაფერთან ერთად უნდა დარჩენ დაუსჯელები, არავინ პასუხს არ აგებს, ესენი ამათ ყველას იმუნიტეტი იცავს, მერე ლიბერალების დასაცინი რო გახდებიან, ბიჭო, და რაღაც ლოგიკა, ესე იგი, ვიღაცა ის მზიაროა ამაღლობელი, ხო? ეს ვიღაცა წაკლა რაღაცა. პოლიციელს რო ერთი სახეში ხელი გაარტყა და აგერ უზით ციხეში, ხო? და მზიამაღლობელი უნდა იყოს ციხეშიო და აი ესენიო, რომლებიც რო ასე იქცევიან და ასე ულაწუნებენო, ესენი არა, აი შეხედეთ ახლა, შეხედეთ. აი ეს არის, არ ვიცი, მე ამის არც სახელი ვიცოდი, არც გვარი. ყოფილი, სხვათა შორის, მათი ყოფილი თანაგუნდელები არიან, ისე როგორც გახარიას ჯგუფი, ნაცები არ არიან ესენი. ნაცებს ასე ვერ ურტყამდნენ. ეს თავიანთ ყოფილ თანამებრძოლებს ურტყამდნენ, ასე ეთყობა ბოღმა ჰქონდათ ჩარჩენილი გულში და აი ეს დიდი სიყვარულით ქოცებმა გაიზიარეს და აი თქვენ უნდა ნახოთ ქოცური პუბლიკის კომენტარები ქვემოთ, აი რადონის შეგნების ხალხია. ეს რა ქვია, როგორ მიმდინარეობს ესა მთელი სიყვარულოვიჩობა აქ, რომ ტირილი დაიწყო, ეგ ცოტა რამხელა თავი აქვს და ბედნიერია მთელი საქოცეთი, რომ ესეთი რაღაცა მოხდა. ზოგიერთმა ქოცებმა სურათების დადება დაიწყეს, ვინც ლაშა ტალახაძის ტრაქში ყოფილა შემძრალი, თავის დროზე და სურათებით დაუდევს და უამაყებია და მე საოცარი რა არის, იცი? მე აიღეს ეს სურათები, ეს როგორც ქოცებს ჩვევიათ, ადრე რომ ღარიბაშვილთან იყვნენ შემძრალები და ღარიბაშვილის სურათებს რო იმაშობდნენ ისევე რიჟვაძის და მე რო დაიჭერდნენ და იმგენს რომ იმ წუთში იღებთ. ესენი ხო თავმოყარეო ხალხი ეს მართლა ხო ცხოველების ფერმა, მართლა მათი პარტია და მართლა მათი ის ბიჭო, აი ყველანაირად გაათახსირეს ქვეყანა. აი ყველანაირად ღირსება, სინდისი, ნამუსი, ქართველი კაცის სახელი, აი ყველაფერი მოათახსირეს ბოლომდე. აი ყველაფერი რა. აღარ დარჩა უკვე მეტი დაბლა, როგორ უნდა დავიდეს ქვეყანა. და რაზე იყო ეგ ყველაფერი? აი რაზე იყო ეგ ყველაფერი? მე რაც მომენტ შევესწარი იქ რაზეც იყო ლაპარაკი, რომ შეახსენეს კობახიძეს, რომ კაცის კაცია, რომ ჩამოვიდა სხვა ქვეყნის პირველი პირი, შეხვდა ამ ქვეყნის ეგრეთ წოდებულ ვითომ პირველ პირს, კობახიძეს, ალიევი, რომელსაც დავით გარეჯის უკან დაბრუნებას ვერ უბედავენ, რო უთხრა. და ამათი დეპუტატები, მათ შორის კიდე ერთი სპორტსმენი, ეს პარლამენტი პარტელიანი ყარაბაღში ჩადის და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობაზე ლაპარაკობს და აქებს და ადიდებს და დავით გარეჯი არ ახსენდება. ესენი ხო მონები არიან, ეს ჩმორები არიან. ამათი ცნება ხო მეტი არაფერი არა, ოღონ რაღაცნაირად შემოუძვრენ, შეახსენეს. თუ რადონის მლიქნელები და რადონის აფირისტები არიან, რომ შენ შეკაიდეთ მამიშვილო, პირველი პირი გქვია და დაძდევ ხარ კუჩი ივანიშვილს, რომელიც ხვდება იმას ალიევს. თავმოყარეობა გეყოს და იქ საერთოდ არ გამოჩნდა და იყოს ალიევის და ივანიშვილის შეხვედრა. არ გამოჩნდა რომ კაცი ხარ, მაგრამ კაცისთვის ხო თავმოყარეობა ეს ჩვეულებრივი ცხოვრების წესია. და ეს როგორ უთხრეს, ეს როგორ შეახსენეს თურმე. ეს როგორ შეახსენეს ამ უთავმოყარეობებს, ამ მონებს როგორ შეახსენეს ეს ყველაფერი და დააკვირდით როგორი სიძულვილით და როგორი ზიზღით გაუსწორდნენ. აი რამხელა აგრესია ქონდათ. გენო პეტრიაშვილო ბიჭო, შენ რას გავდი ბიჭო, რას გავდა შენი საქციელი. ამაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი, არა და ერთ დროს როგორ ვამაყობდით ქართველები ბიჭო, თქვენი ვაშკაცობით, რომ მართლა სახელმწიფოს და ქვეყანას, რა ვიცი, ერთი ახლა ჩემს პოსტებს გადავხედე და ამოვიღე აი პარიზის ოლიმპიადის დროს ერთ-ერთ სანამდე დაიწყებოდა ეს ყველაფერი, მაღაზიაში შევედი რა, იმას რა ქვია, თამბაქოს აყიდლად და ჩემი რას დამტროებული ფრანგულ ინგლისურით რო უთხარი, მკითხა იმ გამყიდველმა სადაური ხარო და მეთქი ქართველი ვარ მეთქი და აი ქართველი ხარო და
ესე მომაწოდა ეს გაზეთი, სადაც ტალახაძეზე იყო სტატია. და უდიდესი სპორტსმენი ველურ სამყაროში, ესეთი ველურ სამყაროთ პარიზს განიხილებოდა ახლა ეს ოლიმპიადა და მაგარიაო და მეთქი საუკეთესოა თქვა და სიამაყით ამევსო გული რა, რაღაცნაირად, რომ თქვენო ქართველებიო ძლიერები ხართო სპორტშიო და ესეთი ხალხი ხართო რა. ჯერ კიდე კვარაცხელი არ იყო იქ, კიდე პარიზისთვის რო კარგად გაეცნო თავი და მე როდესაც მართლაც გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და მე კიდე მქონდა პოსტი დაწერილი რა ამის ნავაშკაცართან დაკავშირებით სული და გულით გაგვიხარდა ხო ყველა ბედნიერები ვიყავით აი ყველა ბედნიერები ვიყავით რომ საქართველოს დროშა აწიეს მაღლა და ამაყობდით რა ამეთი და ბუნებრივია ახლა ეს თუ ქართველი ხარ ამით არის ამაყო ბიჭო ახლა როგორ უნდა დაეცე ადამიანი აი ტალახაძეს და ამ პეტრიაშვილს და ამათ მოუმართო აი განსაკუთრებით ახლა ტალახაძეზე მაქვს აქცენტი იმიტომ რომ მაგის ნავაშკაცარი განსაკუთრებით ჩანს აი როდესაც ეს ამოიღეს ეს ფოტო აი დაგვირდით აგერ რა ამოჯგიმულია ეს და ყველა წერს იქ რომ ეს სამარცხვინოთ ეს სპორტსმენი არ არის ის სპორტსმენი ამის ოლიმპიური 3 ოქროს მედალი იმდენად არასულა ესე იგი სამყაროში და არ მიუღია ხალხს ისე იმათ როგორც აი ეს რაღაცა წუპაკური საქციელი და სიმართლე გითხრა როგორც ვამაყობდი ხო აი როგორც სიამაყით ავივსე მაშინ როდესაც ეს გაზეთი მომაწოდა აი ესეთი რაღაცა უხერხულობის და სირცხვილის შეგრძნება დამრჩა როდესაც დღეს ვნახე აი რაღაც ამდენიმე წუთის წინ დადებული ვიდეო სადაც უკვე 8 მილიონი ნახვა და სამარცხვინო კომენტარები იყო გაკეთებული რა ე ბატონო თან ამბობდა რომ ძლიერმა არ უნდა იძალადოს მომისმინე ლაშა ტალახაძე როგორ უნდა დეგრადირდეს ადამიანი აი ამ მდგომარეობაში ხარ ახლა შენი თავის დეგრადირება დიდი ხნის წინ დაიწყე რა და ვიცოდი რომ ფურუნკული იყავი და გასკდებოდი იმიტომ რომ ჯერ იყო და სალომე ზურაბიშვილის უკანალში შეძვერი მერე იყო და გამოდიდა სპორტსმენმა კაცმა ბიჭო რა გაგიჭირდა იმის ფასი რომ იმის რა ქვია აზარტულ თამაშებს და ტოტალიზატორებს და ამგეს ქვეყნის და ერის დამაქცევრებს ახალგაზრდობის გამანადგურებლებს ხარდაჭერა გამოუცხადე არა უკრძალოთო რეკლამები და ესო რა შენ ხო იყავი ვინმე ხო არ გაბრალებს ამ ყველაფერს რა და ეხლა საბოლოოდ გაიხეთქე რა თავი და ეხლა საბოლოოდ გაიტეხე სახელი საბოლოოდ გაიტეხე უკვე საქართველოს მასშტაბით კი არ გაიტეხე ეხლა გაიტეხე მთელი მსოფლიოს მასშტაბით რა და საქმე რაშია იცი ამ ხალხმა ბიჭო აი ელემენტარული ხო ელემენტარული პატრიარქი და სასულიერო პირები იყვნენ იქ სახელმწიფო და ესენი ერთიანი უნდა იყვნენ და ახლა რანაირი სასულიერო პირებიც არიან მე პირდაპირ ვამბობ ამას არავის არ ვერიდები ჯაღმაიძე და შიო და ესენი როგორც არ მიიღო ეს ხალხი ქართველმა ერმა არ მიიღო და არ მიიღებს იმიტომ არა ჯაღმაიძე სასულიერო პირი და არც შიო არ არის პატრიარქი საქართველოსი არ არის ესენი არიან ყველა უღირსად მოპოვებული თანამდებობის ხალხი ისევე როგორც ტალახაძეს აქვს უღირსად პარლამენტარობა მოპოვებული და ამიტომ არ სცემენ ამათ პატივს თვითონ არ სცემენ პატივს და არ აინტერესებთ ამათი პატივისცემა ამიტომ არის როდესაც ერიც დაცემულია და ბერიც დაცემულია აი ესეთი ცხოველური ინსტინქტები ყოველთვის თავის ასიზამს და რა მინდა გითხრა ვიცი ერთი ვაჟას აქვს ესეთი პატარა ლექსი მუტრუკი მიტომ მუტრუკობს დედა ყოლია ვირიო კაცი ბეჩავის მჩაგრელი სად გაგონილა გმირიო აი გეკითხები ახლა შენს ვეკითხები მაგ სკუნთმაგარ და გონება ჩლუნგებს ვეკითხები დანარჩენებსაც ვინც გინდა ის ყოფილიყო აი სააკაშვილი ყოფილიყო თუ გინდა ბოკერია ყოფილიყო რომელიც მეზიზღება და ვერ ვიტან ახალაიები ყოფილიყვენ
ვინც გინდათ, ვინც გინდათ ეს მთელი წეული ნაცების ჯალათები. ვინც იყო მთელი ეს ადეიშვილები და ესენი. ბიჭო, ჩხუბიც როგორი არაკაცური გწოდნიათ. არის არაკაცები რო ხართ, კოცები. ყველანაირად რო არაკაცები ხართ. და კაცი სხვათა შორის ჩხუბში ჩნდება და ჩხუბში აჩენს მის სახეს. და ჩხუბიდან შეძენილი ძმაკაცები იმიტომ არიან ყველაზე ძვირფასები და ტკბილები, რომ იცი შენ ის შენი მოწინააღმდეგე რომელიცაა და რომელსაც ეჩხუბები, რადონის კაცობის მატარებელია და წაქცეულს დაგარტყამს თუ დანას დაგარტყამს თუ ზურგში ჩაგარტყამს თუ ღირსეულად მოიქცა. ჩხუბის დროს იმიტომ რომ როგორც ომში ჩნდება ადამიანს თვითგადარჩენის ინსტინქტი, ისე უჩნდება იქ და იქ ვერ დაფარავს. ის აჩენს თავის რეალურ სახეს. როგორც ომის დროს, ისე ჩხუბის დროს ასე ხდება ეს. და თუ არის მასში ადამიანური და კაცური დარჩენილი რაღაცა, ხო? უნებრივია ეს ყველაფერი იმ დროს ჩანს. ეხლა გეკითხებით ბიჭო კოცებს. გეკითხებით კოცებს. ჩხუბის როგორი არაკაცური გწოდნიათ რა. როგორც ჯოგური, როგორც ტურების. ვინც არ უნდა ყოფილიყო ბიჭო იქ შეჯექით, სადაქვეყანა ურტყამდით. აქეთ, იქეთ გამოდით მერე და ყველაზე მეტი სასწაული რო თურმე აზავებდა, ბიჭო. ამდენ ხალხს გვატყვილებს, ახლა გვაშტერებს. ამდენ ხალხს მერე გაანებეთ, ესე იგი თავი მოაფურთხეთ ყველაფერს და ერთად წახვედით და აგი რა. გუშინ კი ვთქვი მე ლაივის დროს, ეგ რესტორანში წავლიან ახლა და აღნიშნავენ თქვა ამ იმას თქვა და გუშინ წასულა მე მთელი საკოცეთი. ხო და გამძღარან სადღაც გამსკდარან და შენ მარჯვენას ვენაცვალე ეთყობა და უწყებდნენ იმას რა ქვია. ლოცვას და ალბათ ბიძინას ადგილგზელოები ალბათ დიდი ყანწებით დალიეთ, ხო და ვინც არ უნდა ყოფილიყო იქ. მით უმეტეს თქვენი თანაგუნდელები და თქვენი თანამებრძოლები, ვის უკანალში ძრებოდით, დრო იყო და გახარიას ფასი არ ყავდათ არავინ და ეს თქვენი ჩიჩილაკა სირი ამბობდა ესეთ რაღაცას. ბევრი ბუზი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის. ამას ხო თქვენი ძახდით. ამას ხო თქვენი თანამებრძოლები იყვნენ და გახარია ჩემი პრემიერია, გახარია ასე, გახარია რკინის კაცია. თქვენს თანამებრძოლებთან როგორ არაკაცურად მოიქეცით. როგორ უღირსად მოიქეცით. ერთ დროს ყოფილ თანამებრძოლები. აი საბჭო თქვენი სახე. ამაში არის მთელი უბედურება. არაფერი არც ეს თქვენ კაცობა მაგ არ გქონიათ. ჯერ ახლა კოცი რო ხარ ადამიანი, იქვე გეტყობა რომ კაცობა არ გაგაჩნია. კოცი რო ხარ. და ახლა ელემენტარული, აი ამათ ახლა ისინიც ხო პარლამენტარები არიან, ისინიც ხო იმუნიტეტით დაცულები არიან, იმათაც ხო თავისი საინფორმაციო წყაროები აქვს და ყველა იღებდა და ვერ დამალეს ეს ყველაფერი და გამოაშკარავდა. ესენი ბიჭო და რა უთხრეს ხო შეახსენეს ამის არაკაცობა როგორც ძუმკალაძაღლი ისე რო დაძდევდა კუდში ივანაშვილს ალიევთან შეხვედრად. ხა თქვენ წარმოიდგინეთ ამათ ხელში რო ჩავარდეს ადამიანი რომელიც მაგათ მართლა დედის ტრაკს ახურავს თავზე. ელემენტარულს გეკითხეთ. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა ამ ვირთხების ამ გიენების რა ვიცი შაკლური ისა რა და ვირთხული ბუნება თქვენ წარმოგიდგენიათ იმას რას უსამე? რომელსაც მით უმეტეს პატრონი არ ეყოლება, რომლის შავდღეში ჩაგდებას კაციშვილი ვერ გაიგებს, არც არავის გული დაწყდება, არც არავინ მხარს არ დაუჭერს და ასე შემდეგ. რას უზამენ იმ ადამიანს იცით? ჯერ ასე მოკლავენ თემაში. მერე ციხეს დააშენებენ თავზე. მერე კიდე სახელს გაუტეხავენ და აი ესე ბოზური მენტალიტეტის ხალხი ხართ, კოცები, ვირთხული მენტალიტეტის და საერთოდ საქართველოს ხო ვირთხები და ბოზები მართავენ რა. თქვენ ხართ არაკაცები ყველა რა. მიმიფურთხებია თქვენთვის ბიჭო. მიმიფურთხებია თქვენთვის. ვინ არ გჯობიათ თქვენ? ვინ არ გჯობიათ და რითი ხართ განსხვავებული, ნაცებზე მეტი განსხვავებული რითი ხართ? აი რითი ხართ მართლა მაინტერესებს. ისეთივე დედარძე მოტყნული პოლიტიკური ჯგუფი ხართ, როგორიც ისინი იყვნენ. და ეხლა ვინმე არ გაბედოთ თქვენ აქ რამე კომენტარის დაწერა, რამე თუ არა მოვა თამთა და თამთა დეი და დაგსჯით.
და თანთადეი და დაგაწერთ ჯარიმებს. და ამ ჯარიმებს ადგება და წაიღებს სახელმწიფო. ხო რა თქვენ ახლა როგორ გინდათ კაცო ბატონყმობა იყოს საქართველოში. და ესა რა ქვია ვინმე თქვენი უფლებები ეძებოთ? გინდათ ვინმეს გააქვთ ამის იმედი, ვინმეს გააქვთ ამის ფიქრი? ხო და პეტრიაშვილოც დანარჩენებიც რა, ვინც იქ იყავით რა. ვინც იქ იყავით? ბიჭო გადით ერთი რა, გადით, აი ნათესაობაში გადით, მეგობრებს ვიღაცა ხო ყავთ, ახლა ციდან ხარ ჩამოვარდნელი ხარ. ვიღაცა ხო ყავთ მეგობარი, ახლობელი, შინაური, ვის აზრსაც თქვენთვის აქვს ის არ გეპირფერებათ და ყველას აყავს ირგვლივ ესეთი ადამიანი, რომ ის არ გეპირფერება და პირდაპირ გეუბნება ყველაფერს და მიდით ერთი იკითხეთ. იკითხეთ ერთი თქვენს აქციას საზოგადოება როგორ აფასებს. რატო გაიხადეთ? მე შეგვაგინაო, ხელი დაგვარტყაო. ბიჭო, ჯერ ერთი გინება თუ არ გინდოდათ, ყოფილიყავით იქ, სადაც იყავით და კარგად იყავით წარმოჩენილი და გარდა სპორტისა ფულიც ჰქონდათ, შემოსავალიც ჰქონდათ, ყველაფერი ჰქონდათ და კუნთმაგარი და გონება ჩლუნგის და პალეზნი იდიოტის ნიღაბი არ მიგერგოთ, რომლებსაც პარლამენტში წვანეს და წითელის გარჩევა გაქვთ დავალებული და საჭირო მომენტში საჭიროს უნდა დააჭიროთ ხელი და აი ხა ოფიციალურად შეითავსეთ ზონდერ პარლამენტარობა. და ესა რა ქვია, ბიძინას მატადორები ხართ, გამხდარე? და ეს ალბათ ბიძინას ზის და როგორც სეთური უყურებდა ბედნიერად, როგორ ქოლავდნენ იქ ხალხს, ისე ბედნიერი და ისე სიამოვნებით და იმას პატარა ბიძინიჩს დაძდევხართ დაცვათ. და ყოფილიყავით, მაშინ ისე რა გშიოდათ, გწუროდათ, ავტორიტეტი გაკლდათ, პატივისცემა, სიყვარული გაკლდათ ხალხის თუ რა. და არ მიიღებდით, არც ამ ლანძღვაგინებას მიიღებდით, არც ამ ფურთხებას მიიღებდით, არც ამ გინებას მიიღებდით. ასია ეს აბა ახლა მე ჯერ ვერ მაჩვენებთ ერთ სპორტსმენს, აი ახლა კოცების პერიოდის სპორტსმენები, რომლებიც ასე რაიმე საკანონმდებლო ინიციატივას და რაიმე საკითხთან დაკავშირებით დისკუსიას გამართავენ და გონებრივ ინტელექტუალურ ბრძოლაში შევლიან. არა ეს ხალხი, რომელსაც გააჩნიათ ეს რესურსი, ადამიანური რესურსი, ხო? ამიტომ აქვს წითელი მწვანის არჩევა. ხო და კითხეთ ერთი რას გეტყვია, ოჯახის წევრები რას გეტყვია. ახლა დედა ყოველთვის შემხარეს იქნება, მაგრამ აიც სიმართლეს გეტყვის, ხო? რატო გაიხადეთ თქვენი დედა, თქვენი საქციელი, საგინებელი? რატო გწინ? პოლიტიკოსები ხართ, თქვენის ვალდებულება გაქვთ. მე საერთოდ არა ვარ პოლიტიკოსი და საერთოდ არა ვარ არც დეპუტატი, არც არავინ და ამდენი თქვენი ზბროდი მწყევლის, მაგინებს, მლანძღავს, 1000 პროვოკაციას მიწყობს და 1000 იმას შვება და 1000 სიბინძურის ატანა მიწევს მთელი ჩემი ცხოვრება და არანაირი სახელმწიფო იმას, რა ქვია, დაფინანსებას და იმუნიტეტს და რამეს მიარუღებულობ. მთელი ჩემი ცხოვრება სახელმწიფოდან და თქვენ როგორ გინდათ, აბა? თქვენ როგორ გინდათ? იმუნიტეტებიც გქონდეთ, ბიზნესებიც გქონდეთ, პარლამენტარობაც გქონდეთ, ფულიც გქონდეთ და ისიც გქონდეთ, ესეც გქონდეთ და ამასთან პლუს ავტორიტეტი უნდა გქონდეთ. ავტორიტეტი არ გექნება თქვენ. არ ახართ ავტორიტეტები, დედის ტრაქში გაგინებენ და ღირსებიც ახართ. იმიტომ რომ გამათხოვდით და პოლიტიკაში შეხვედით, ხო? იქ დამთავრდა თქვენი სპორტსმენობა. იქ პიროვნების ბიოგრაფიის ცხოვრებას დაესვა წერტილი. არსებობს ერთი ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანი და არსებობს მისი პოლიტიკური ფიგურა. ბატონო, როგორც სპორტსმენები შემდგარი და ჩამოყალიბებული წარმატებული სპორტსმენები იყავით, მაგრამ როგორც პოლიტიკური ფიგურები ხართ 0 და იქნებით 0 მომავალში. თუ მინუსებში არ გადახვედით. მთელი თქვენი ცხოვრება იქნებით ბიძინა ივანიშვილის ჩრდილ ქვეშ. სოფლიოს ყველაზე ძლიერი მამაკაცის სტატუსი რო გააქვს ადამიანს და ვიღაცის ჩრდილში დადგები, აი ამაზე მეტი სამარცხვინო ჯერ რა არის. ამაზე მეტი სამარცხვინო რა არის და მე ჩრდილში დადგომას თავით დაანებე, იმის გლადიატორი რო გახდები. ხო? აი ამაზე მეტი სამარცხვინო რა ვერასდროს ვერ აღიდგენ თქვენ იმას. აცი ახ სამშობლოს თუ შეეწირებით რაღაცა, აი როგორც გავისკირია და როგორც შარტავა შეეწირენ და ხალხმა წარსულში იყო რაღაცეები, რაც ბევრი კითხვები იყო, დაივიწყა ბევრი რაღაცა და აპატი. ასე თუ მოიქცევით, შეიძლება აღიდგინოთ.
ხო რა აზრი აქვს ჩემოლაშა მაგათ ლანძღვა გინებას აი რა აზრი აქვს მაგათ ლანძღვა გინებას დილიდან საღამომდე აგინე თუ გინდა ამ მნიშვნელობა და რა შეეხება ახლა ერთ საკითხს რა გითხარით რომ ბატონყმობა და ესეთი რაღაცა აი თქვენ ნახეთ კარგად დაიმახსოვრეთ აი კარგად დაიმახსოვრეთ ეხლა რასაც ვამბობ და გაგახსენებთ მე და არ თქვათ რომ ისეთი რაღაცა არ თქმულაო როგორც ბევრი რამე ახდა ისე ახდება აი ესეც აი თქვენ ძალიან მალე ნახეთ თუ საქართველოში მეფობის ინსტიტუტის აღდგენის ნიღბის ქვეშ ქოცებმა არ შემოაგდონ ტახტის მემკვიდრედ, არ ვიცი, შეიძლება ბიძინიჩები იყვნენ, შეიძლება თქვენ ბიძინა იყოს, ან ვიღაცა მაგათი კლანის. აი თქვენ ნახეთ კონსტიტუციური მონარქიის ფორმატში საქართველოში თუ ქოცებმა სადღაც თავი არ გაყონ და როგორც არიან სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ესპანეთის მდიდარი სამეფო ოჯახები, ბრიტანეთის მდიდარი სამეფო ოჯახები, ჰოლანდიის მდიდარი სამეფო ოჯახები, ბელგიის სამეფო ოჯახები და ასე შემდეგ, თუ ამ ფორმატში საქართველოს გადაყვანა და განვითარება არ იქნას მალე წარმოდგენილი და მე იმას არ ვამბობ, რომ ეს ცუდია. პირიქით. საქართველოს ისევ და ისევ მონარქიული გზა თუ გადაარჩეს, მაგრამ ვინ უნდა იყოს მეფე და როგორ უნდა იყოს მეფე, ეს არის ურთულესი საკითხი, რომელი ურთულესი საკითხიც ჯერჯერობით ნამდვილად არაა მოფიქრებული როგორ და რანაირად. და მეც ვამბობ ამას და ადრეც მე და ბატონ შალვასაც გქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ აი თქვენ დააგვერდით. აიღებენ ამ იდეას და აი თქვენ ნახეთ თუ ამ იდეაში ქოცების წარმომადგენელი გამეფებას არ დააპირებს საქართველოში. აი ნახეთ. აგერ თქვენ და აგერ მე. აი და მე გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს. თუ არ იქნება ეს ფორმატი. აი და ამით დაიკანონებენ ქვეყანაში ქვეყნის პატრონის, მმართველის, ეს სიონისტი ურიების შთამომავლები, ეს მე ჰაერზე ამას არ ვამბობ, იმიტომ უზარმაზარი მუშაობა მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ბაგრატიონები ებრაელები იყვნენ, მეფე დავითის შთამომავლები და ესე შემდეგ, თურმე აქ მცხეთა ყოფილა იერუსალიმი, თურმე და სამეფო ტახტი უნდა აღდგეს, თურმე და ესე თქვენ ნახავთ, თუ ეს ურია ებრაელი ივანაშვილები მაგას არ გააკეთებენ საქართველოში. და აი მე მიკვირს რომ მეუბნებით, ხა ბიძინა ბაგრატიონიო, ვინ დაანებოს თქვენ ბიჭო. თქვენ მართლა ის გონი ვინ შეეწინააღმდეგება? ვინა დღეს საქართველოში? ვინა გეკითხები ლუკა საქართველოში ის ძალა? მაჩვენე შენ მე, სადაა ის ძალა, რომელიც ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგება? შენ თუ გგონია ეს ინიციატივა, როდესაც წამოვა, შენ თუ გგონია ქოცები ამას ტაშფანდურით არ შეხვდებიან, დიდი ცივილ-კივილით, ძალიან შემცდარ ხარ. ყავთ უკვე თავისი წინასწარმეტყველი ლელა კაკულიასავით, რომელიც იძახის ცოტნე უნდა იყოს მეფეო საქართველოშიო. იმიტომ ლელა კაკულია მოჭამა თავისი ჭირი, ახლა სხვა არის, თავისი პერიოდი იცხოვრა იმან, ახლა სხვა არის. გეუბნებით მე თქვენ, ეს აუცილებლად ის გარდაუვალი პროცესია და ამ ხალხისთვის ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი და ქოცები ისედაც არიან მეფეები. ესენი მისი ბატონები არიან. ესენი მათი მონები და მონაყმები არიან. რომელი მონაყმებიც ოფიციალურად ბიჭო ბიჭო თქვენი გამკვირვებია რა, ვერ ხედავთ რომ ამ ძალის წინააღმდეგობის გამწევი აღარავინ აღარ დარჩა საქართველოში. და იმიტომ ესაა ყველაზე საშინელი, ყველაზე დამპალი ძალაა ქოცების ძალა. ყველაზე დამპალი. იმიტომ რომ ელემენტარული აიღეთ, ხო, ნაცი
გირტყამდა, კლავდა, გიჭერდა, ციხეში გსვამდა. ეს რას გიკეთებს? ეს აბსოლუტურად განურჩევლად ყველასა ყიდულობს. ცოცხლად ყიდულობს, ადამიანის სულებს ყიდულობს. ნებისმიერთან, ვისაც აქვს სიტყვაზე 2-3 კაცი უსმენს რაღაცა ცოტა ისა აქვს, ხო? ყველას ყიდულობს. ესენი ელოდებოდნენ პატრიარქის გარდაცვალებას, იმიტომ რომ პატრიარქს თავისი ავტორიტეტი ჰქონდა. ეხლა დამეთანხმეთ იმაში, რომ შიოს ავტორიტეტი და ბიზნეს ავტორიტეტი ერთმანეთთან ძალიან შორსაა, დამეთანხმეთ. არ არის ისე, როგორც იყო ილიას დროს. ამიტომ შიოს თვითონ ბატონი ბიძინა თუ მოვიდაო, იმას კითხულობს. გეუბნებით, ეს ჩვეულებრივი რეალიზაციის საკითხია. დაჯდებიან უბრალოდ 10-15 ადამიანი, ზოგი სასულიერო, ზოგი საერო, ზოგი ფსევდო, ესა, ზოგი ჯადოქარი იქნება, რომელიც იწინასწარმეტყველებს. მოიწყობა ამაზე თოქ-შოუები, წავა ამაზე საუბარი, შემზადდება და მეფე გვინდა. და ეს ხალხი, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ჯერაქებდნენ, ადიდებდნენ, რა ვიცი, მას ასხამდნენ ხოტბას და მერე ლანძღავდნენ და აგინებდნენ, ისე იყო ნებისმიერთან მიმართებაში. თქვენ გონიათ ამას არ დაუჭერენ ხარს? დაუჭერენ. დაკალუნდება ქვეყანაში ჩვეულებრივად მონარქია. მაგრამ ამას არ იქნება იმ მონარქიასთან არაფერი საქმე, რაც რეალურად უნდა იყოს. და მონარქიას მე რა მოხდება ძმაო, ვიღაცას ბაგრატიონთან სიტყვაზე მოაწერიებენ ხელს, ან ცოტნეს, ან ვიღაცას და როგორც იყო თამარ მეფე ბაგრატიონი, მაგრამ სოსლანი იყო, სოსლანი და მეფობა შეიქმნა, გააკეთებენ ამას ჩვეულებრივად, ასე რატო გონიათ? ისიც იქნება თუ არა, ბაგრატიონის ალგე საკითხია. რა თქვენ ტექნიკურ დეტალებს ახლა ესენი ვერ მოიფიქრებენ? ეს სიონისტი ჩათლახები? გეყოლებათ თვითკურთხეული მეფე. და რა მოხდება მერე კაცო? დღეს მაინც ასე არის. და ეს გადავა ჩვეულებრივად საკანონმდებლო ფორმატში. რა პრობლემაა? ოღონ იმ მეფეს არაფერი შეხება არ იქნება საქართველოსთან. ასე იქნება ეს. ხო? სამაგიეროდ იქნება საქართველოს სამეფო. იქნებიან ესენი მეფეები. ხო და გამარჯობა შენი ძმაო, რო ყავთ და რო მაგას ვამბობ მეც. აი თქვენ ნახეთ თუ ეს ასე არ მოხდეს. ამიტომ მონარქიის იდეა როგორც კი წამოიწევა და მე პირადად ადამიანურად გეუბნებით. მე წინააღმდეგი არა ვარ. პირიქით იმის მომხრე ვარ, რომ საქართველოში მონარქია არსებობს, საქართველოს იყოს კონსტიტუციური მონარქია. მე ამის მომხრე ვარ. იმიტომ რომ რეალურად რო ავიღოთ ჩვენი ისტორიული ჩარჩო საქართველოში, როდესაც მოხდა გაწყვეტა აი მეფობის საქართველოში და ეს ქართველების ნებით არ მომხდარა, ეს რუსეთმა შეგვიწყვიტა და მოხდა შემდეგ მეფის ნაცვლის გამოგზავნა, მერე იყო, ხო, მერე რესპუბლიკა კი არ უნდა აღმდგარიყო, მონარქია უნდა აღმდგარიყო წესით და რიგით. ეს იქნებოდა ყველაზე სამართლიანი ისა. კონსტიტუციური მონარქია უნდა აღმდგარიყო და არა სოციალ-დემოკრატები 18-19 წლებში და 21 წლებში. მერე ის და დაუბრუნდებიან ამ ყველაფერს. ხო, იუდეველების მეფე დაჯდება საქართველოში. რა გიკვირთ ახლა იუდეველების ხალხი არზის მთელი საპატრიარქო მოსადის აგენტურაა, რა გიკვირთ? გიკვირთ ხალხო? და გადაწყვეტილია ის, რომ თითქმის, აი მე გეუბნებით ჩემი წყაროებით, ჩემი ინფორმაციით, გადაწყვეტილია ის, რომ ქართული ჯარი გაიგზავნოს ემაში, რა ქვია, ღაზას სექტორში. გადაწყვეტილია ესეც. ხო? მოხდება ესეც. ყველაფერი მოხდება. ამას ხალხი ვერ ხვდება. გამოვლიან და ეს გამოშტერებულ ქართველს დააჯერებენ, რომ თურმე აი მოხდა და აი სამართლიანობა ახდა ისტორიული და თურმე მეფობა აღდგა და ესე შემდეგ. კონსტიტუციური მონარქია არ გქონია, იმიტომ რომ ახლა დღევანდელ პერიოდში ახლა კონსტიტუციური მონარქია მეფე ხო ყავდა. მეფე არ იყო? მეფე ხო იყო.
მეფობა ხო იყო საქართველოში. ხო და მეფობას როგორი მოწყობის მართლობა იქნებოდა ეს მეფის და დარბაზის გადასაწყვეტი იყო. აი ნახავ აგერ თუ არ იქნება აი ნახავთ ბარეოს გეცინებათ ხო გეცინებათ აი მალე ნახავთ ჩემო კარგებო თუ ეს იდეა ნელ-ნელა ხორცს არ შეისხამს. ახლა თუ არის ივანაშვილი იქ სადაც არის და ქოცები თუ არიან მე თქვენ გეკითხებით მეფეზე მეტი ფუნქციები თუ არა აქვს თუ არა ნაკლები რაში აქვს აი გეკითხებით და თქვენ მე მითხარით რომელი ქვეყნის მეფე გაბედავს იმას რასაც ქვეყანაში ბედავენ ივანიშვილი და მისის ბროდი მაჩვენეთ გეკითხებით აი ბრიტანეთში რაღაცა გადახარჯვა ქონდა იმას რა ქვია მეფის ოჯახს და სასაულ დღეში ჩააგდეს საქართველოში ვინმე რამეს იზამდა რატო უნდა წავიდნენ და ჩვენ მოძმე ისრაელს უნდა დაეხმარონ შენ ლიჩნად ბაღდადის სამთავროს მოითხოვოს შენ შემოგევლე ჩემო ბაღდადის სამმართველოს ესა რა ქვია სამთავრო უკვე განაწილებულია მაგ შენ მოითხოვ მასე არა მაგ უკვე განაწილებულია ეგერ ტალახაძეს ზემოიმერეთი აქვს ქვემო იმერეთი სხვას დარჩება და ასე გადახედე ვინა ქოცი დეპუტატი და იმას ეკუთვნის ბაღდადის სამთავრო ასე მე სერიოზულად გეუბნებით ამათ უბრალოდ ფორმატს მიცემენ სხვას კაცო ბიჭო როგორც კორეელებისთვის არის კიმ ჩენ ინის ირი ხელთუქმნელი და იწყება მისი ისტორია ჩვეულებრივად მისი დაბადებიდან ისე იქნება აქაც და არა მარტო ჩრდილო კორეაში თქო გუშინ გეუბნებოდით ნახეთ აგერ იაპონიაში ნახეთ ტექნოლოგიურად განვითარებული იაპონიაში მედი შენახე და რომელიმე იაპონელს უთხარი რომ მათი იმპერატორი ზეციური ქმნილება არა მე სერიოზულად თავს მოგაჭრიან ხოდა ისე არიან ახლა ქოცები იაპონიას მოგიყვანენ მაგალითად მაგრამ იცხოვრებენ როგორც ჩრდილო კორეის კიმ ჩენ ინები ხო ასეა აუ თქვენ გონიათ ახლა იაპონიის იმპერატორი რო ცხოვრობს აი იაპონიის იმპერატორი რო ცხოვრობს და იაპონიის საიმპერატორო კარი რო არის იმ ვარიანტში რო იყოს საქართველოში ვინო ხერი იქ ერთხელ როცა ხდება მეფე მაშინ შეიძლება ნახოს ნებისმიერმა იაპონელმა მე იხურება ეგ ყველაფერი და მეორედ შეიძლება გამოჩენის უფლება გააჩნია იმპერატორს როდესაც ქვეყანას აქვს სერიოზული პრობლემა მაგალითად იყო ისეთი შემთხვევა როდესაც იყო ფუკუსიმას ტრაგედია განში გამოვიდა იმპერატორი და განაცხადა მაგრამ ამათ ექნებათ ანტურაჟად აღებული ვითომ ეს იაპონია ვითომ ბრიტანეთი ვითომ ეს და რეალობაში ექნებათ კიმ ჩენ ინის რეჟიმი გადმოტანილი ეგა ეუნებით მე თქვენ ასე იქნება თქვა და თუ არ გჯერათ რო იქნება მე გვიან არ იყოს ბიგლო გამეფებული არ არიან აი გეკითხებით ახლა გამოდით ვინმე მე ხა და გაბედეთ თქვენ იმდენი სიძულვილის ენის ნთხევა რამდენის გუშინ იყო პარლამენტში ისეთი ჯგუფური ჩხუბი ხულიგნობა ქუჩაში გამოდით ერთი გაბედეთ გამოდით ერთი თქვენ რომელიმე იმის 1% იკადრეთ თავზე დაგაშენებენ ციხეს Facebook-ში არ გაწერიებენ კომენტარს და ამ კიდე ერთხელ ვამბობ ამ კომენტარში დაჯარიმებული ადამიანები ჯარიმას ვისაც შეაწერე მიაყენეს შეურაცხყოფა იმას კი არ უხდია სახელმწიფო ბიუჯეტში შედის თქვენ ერთმანეთი ასე უნდა იყოთ და ფული ნალოგი უნდა წაიღოს სახელმწიფო აბა რა გინდათ ახლა ბიზნესისა და ღმერთისა ასე ეს და ამათ
ამათ პასუხი არაფერზე არ უნდა აგო. არასდროს. არ შეიძლება ეს. მეტი რა გითხრათ ხალხო ესენი არიან ხელშეუხებელი კასტა ქვეყანაში, რომელი ხელშეუხებელი კასტის არც კრიტიკა შეიძლება, არც ლანძღვა შეიძლება, მით უმეტეს ხელი ჩეხება და რევოლუცია და მსგავსი რაღაცები ზედმეტი. მეტი რა უნდა გითხრა. და რო გკითხოს ადამიანები თანასწორები არიან. ისეა იმ ცხოველთა ფერმაში. ცხოველებიო თანასწორები არიან, ზოგი ცხოველი უფრო თანასწორია. ასეა ეს. დამას სამეფო იმასთან კი არ ეკნება რაიმე კავშირი შემოგარგებო. ამას ეკნება ცხოველების ფერმასთან. აი ამასთან ეკნება კავშირი. აი ეს იქნება. ღორები და ძაღლები შეჭამენ, შესვამენ, იქეიფებენ და აი დანარჩენები შეხედავენ ასე. მორჩა დამთავრდა. ეგ არის. ამენებეთ რა თავ. და ამ ყველაფრის მიზეზი და მიზეზი რა არის? მიზეზი და მიზეზი არის ის, რომ ცხონებული ზვიადგამსახურდიას დამხობის მერე ხელისუფლებაში არავინ რეალურად ქართველი არ არის, ვინც გადაწყვეტილებას ღებულობს. საპატრიარქო გავსებული არის მოსადის აგენტურით თავიდან ბოლომდე და ეს უზრუნველყო სხვათა შორის ილია მეორე. ასე იყო ეს. დრო გავა ყველაფერი გამოჩდება რა. ყველაფერი გამოჩდება. დიახ ილია მეორის დამსახურება არის რომ გაივსო საპატრიარქო ამ სიონისტური ძალებით. და უფრო მეც გეტყვით რა. იქამდე ის რაც ჩვეულებრივ ქრისტიანს ეკრძალება და ნებისმიერს და პირდაპირ წერია ჯულის კანონში რომ ხანუკაში მონაწილეობა მიდრაში და იმის სანთლის დანთება და ესეთი რაღაცები ავტომატურად განკვეთას ითქვამს. არ აქვს მნიშვნელობა ეს პატრიარქი იქნება თუ ვინ იქნება ქრისტიანობიდან განკვეთას. პატრიარქი თვითონ აძლევდა სანთლებს ებრაელებს ხანუკის დღესასწაულისთვის. ასე იყო ეს. არ გინდათ ამის დაჯერება, არ გინდათ ამის შეხედვა. ესა და დარჩა. ქვეყანა შემცირდა, ერი გაზვალტყავდა, გადაგვარდა და დაჯექით ასე და ქართველებმა ურტყით ერთმანეთს და აგულავეთ იმაში ქვეყანაში რა ქვია. სიონისტები და ურჯულოები. და ქართველი ჯარისკაცები გააგზავნეთ კიდე ისრაელში. ურიების დასაცავად. ახლა ბევრს წინს ეგ სიმართლე, მაგრამ რა სიზამთრა. მე ჩემი სიმართლით გამიმარჯვოს ღმერთმა და თქვენი სიმართლით გაგიმარჯვოთ ღმერთმა. ივანიშვილს კიდე თავის სიმართლით გაუმარჯვოს. რამდენი მაგი არც საქართველოს მხსნელი იყოს. რამდენი მაგას და მის ჯიშ და ჯილაკს საქართველოს არ უყვარდეს, რასაც საქართველოს იყვა. კი, ახლა მასე ბაზარი არაა, ძმაო, ახლა ვინც ფულს აძლევს და საიდანაც შემოსავალი აქვს, ფერმერებსაც უყვარს თავისი ჯოგი. მესაც მე ზოგს გაყიდიან, ზოგს დაკლავენ და შეჭამენ, აბა კი არ ძურთ ის. რასაც საქართველოს და სამშობლოს სიყვარული ქვია, რა შეხება აქვს მაგას ამ ყველაფერთან. მე გინდათ ბიჭო, ამდენი ქვეყანაში ოსმა და აფხაზმა იცხოვროს? არ იცხოვრებს. არა, ქართველ სადაც არ იცხოვრება, იქ ოსი და აფხაზი ვერ იცხოვრებს. აქ იცხოვრებს ნაცი და ქოცი. სხვა ვერავი. ეგაა წერტილი. აი მაგ ვაშკაცურის სულით და მაგ რაინდულის სულით გაგიმარჯვოთ ღმერთმა, როგორიც გაგაჩნიათ დაწყებული იმეთი რა ქვია. დაშა ტალახაძით დამთავრებული გენო პეტრიაშვილით რა. აი მაგ ვაშკაცურის სულით კაცობა რო გქონდეთ ბიჭო, ამდენი ტურებივით მაინც არ დაესეოდით. სად მიგდით მაგერა ყავთ პარლამენტში ბიჭო. გარეთ გადი და იქ ნახავდი და იქ გალახავდი. რა პრობლემა იყო? თუ თქვენ მართლა ასე თვლიდით შეურაცხყოფას. არა, იქ უნდა გამოავლინოთ ის ჯოგური ინსტინქტი და დაანახოთ მე ბიზნეს რომ აი როგორ დაიცვეს შენი და შენი ოჯახის ღირსება ესე. როგორც ხარგრძელმა ხელი შემოარტყა რუქნადინის გამოგზავნილ ელჩს თამარ მეფის მიმართ შეურაცხყოფის წერილი რო გამოაგზავნა, ისე უნდა შემოარტყათ და ელჩი რო არ იყო ესო ენის ამოგლეჯას იმსახურებდიო რა. აი ისე უნდა მოიქცეთ. ხარგრძელები, ხო? ნაბოზრები, ჩათლახები, როგორებიც იყვნენ ხარგრძელები საქართველოს ისტორიაში. აბა ვისი მაგალითები იქნებით თქვენ?
რავი, შემოკარგებო, თუ ვინმეს რამე კითხვა გაქვთ, რა კითხვა უნდა გქონდეთ. რა ვიცი, თუ ვინმეს რამე კითხვა გაქვთ, დამიშვით კითხვა და გაგცემთ პასუხს თუ არა და დაგემშვიდობებით. ნახდათ არ მიღირს ამ ახლა ის თამარი იყო, მაგრამ ხარგზელების საქციელი ყოველ შემთხვევაში თამარის დაცვაზე მეტად საკუთარი პიროვნების გამტკიცებას ისახავდა მეფის კარზე, რაც დაუფასდათ მერე და როგორი ჩათლახობას გამოავლინეს მერე გარნისის ბრძოლის დროს და ჯალალედინის შემოსევის დროს ხარგზელების წყალობით რაც მოხდა. გინდათ თამარის ცხოვრებაშიც კიდე რა როლი ითამაშეს, ეს ისეა. ასია ეს გიორგი რუსის მიმართ პედოფილია და ის რომ დააბრალეს და იმასთან და 1000 სიბინძურეები და ისე მოიცილეს ის რომ თავიანთი ის და ისო მაგაში ხარგზელების თავები იყო ჩამარხული კიდე რა. ესე ჩვენი ქვეყნის ისტორია არის ხელახლა დასაწერი. თავიდან ბოლომდე გადმოსაბრუნებელია და შესაძლებელი. თუ არა ესე იწერება ისტორია. ესე იწერება რომ შევარდნაძე იყო დიდი პოლიტიკოსი, ევროპის კარზე მიმკაკუნებელი, სააკაშვილი დიდი რეფორმატორი, ბიძინა ივანიშვილი დიდი ქველმოქმედი და ზუსტად გამსახურდია ესა რა ქვია. პროვინციული ფაშიზმის თავმჯდომარე, რომლისგანაც ინტელიგენციამ იხსნა სრულად საქართველო. აი ასე იწერება ისტორია. და რომ ზვიადი თურმე ის იყო რა ქვია ჭკვიანი კაცი იყო და ის იყო, მაგრამ პოლიტიკოსი არ იყო და თურმე მერაბ კოსტავა უნდა გამხდარიყო თურმე პრეზიდენტი და აი ესეთი ბოდოები რომ თავიანთი ბოზობა, თავიანთი ჩათლახობა და თავიანთი ღალატი გაამართლო. ეგ არის. რა მოხდა მე? შვენიერია არაბების შემოსვლა საქართველოში, ფულ შემოიტანენ და კარგად იქნება ყველაფერი. რა მოხდა რა პრობლემაა? ინვესტიციის წინააღმდეგი ხართ? რა პრობლემაა? ბარეური ქალი შეჰერეზადობაზე ოცნებობს. რა მოხდა? ასია? სიმართლე ასია და ეხლა მეტნაირად რა გითხრათ. ხო იძახოდით ქართველობას ვკარგავთ. აი დედაო და უი დედაო და დაკარგულია ქართველობა. ვინც მაგას ყვირა და იგენ ქართველები არასდროს არ ყოფილა. ახლა ეს აზრი მონური მენტალიტეტი გააბატონეს ქვეყანაში და თაობები გაზარდეს ამ მონურ მენტალიტეტში. ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიზი. ქალბატონო ნატო სიმართლის თქმა როდის მე საქართველოში სიმართლის თქმა როდის არ იყო დაჟჯადის მითხარი ერთი და მე იყო იბატონო შევარდნაძე იყო ურია სოკოლოვი სააკაშვილი იყო სომეხი სააკოვი ეგ რა მამის ცოცხალი არც ესაა ქართველი ესეც არის ურია ჩვეულებრივი ურიაა გაცო ისრაელი მისი საყვარელი სამშობლოა. იბატონ. ივანიშვილიო, ივანაშვილიო, არც ეგ არ არის. არის სხვა გორელი ურიის ისა რა ქვია. შთამომავალი. ექსპერტი რო ყავდა, ეგ რა გვარია ახლა არ მახსენდება ის ყოფილა წარმოშობილი. იმის გორის რა თქმა უნდა გადაივსება ქუთაისი ინდოელებით, აბა რა იქნება. კაი, შემოკარგებო, დაგემშვიდობებით, აბა. ამათ კიდე მინდა უთხრა ბოლოში რა, თქვენ ხართ სპორტსმენები და რაინდული ბუნების ხალხი კი არა ხართ. აი რა მინდა გითხრათ, იცით? ბიჭო, ქართველი კაცი და ქართველი კაცის ბუნება ყოველთვის აუცებდა ევროპას თავისი აი არამატერიალური სულის კვეთებით და თავისი სამართლიანობით და თავისი თავგანწირვით და არის ეს ფილმებში ჩანს აი მაშინ რომ ის რო არის მაგალითად ფესვები როა ფილმი რომ ვისაც ეუბნება გამძღარი ფრანგი რო ეუბნება ემათ რა ქვია აგერო $100 და წამიყვანეო შემიჯენდა წამიყვანეო და ეს და ისო და ხო ხაშვილი კი ბატონო
მე ბოდიშიო, მაგრამ ცხოველებიო თუ ნაგავი არ დამყავს. აი ეს ყველაზე მეტად რო უჭირდა. აი ეს იყო ქართველის ბუნება. და დღეს ქართველის ბუნება ევროპაში არის წარმოსახული აი ეს. როგორცაა ტალახაძის და ამათი ბუნება წარმოსახული რა. იმიტომ რომ ყველანაირად ჩაისვარეს საქართველოს სახელით მოქმედმა ვაჭრობა, იმიტომ რომ ქართველს ქონოდა ეს ყველაფერი. აფხაზებთან ომიც არაქართველების დაწყებულია. ოსებთან ომიც არაქართველების დაწყებულია. მათი წყალობაა ეგ ყველაფერი. ის ურია შევარდნაძე, ეს სომეხმა სააკაშვილმა ასია. ურია ყავდა თავდაცვის მინისტრი, ურია ყავდა კონფლიქტების მინისტრი, ასე იყო ეს რა. იაკობაშვილი არ იყო ურია? რა, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი არ იყო ურია? რა გამოდის საერთო ჯამში? ორმა ურიამ და ერთმა სომეხმა დაიწყეს ქართველების და ოსების შორის კონფლიქტი. და საქართველოს და რუსეთს შორის ორ მართლმადიდებელ ერს შორის შექმნეს იმხელა განხეთქილება, იქეთაც არაკლდათ ურიების სხვათა შორის. იმაზე ზედმეტია ლაპარაკი. ასე ზედმეტია რუსებზე ლაპარაკი, ეს ცალკე თემა არის, მაგრამ მედვედევიც ისეთივე ურია, ხალხმა რომელმაც საკუთარი ღვიძლი ძმა უკრაინელებიც კი არ დაინდეს და ერთმანეთს არ ინდობენ და იქაც ურია აზით თავზე ზელენსკი. და ესე მოხდა მართლმადიდებლური სამყაროს გატეხვა და განადგურება ერთმანეთში და დაპირისპირება. ეს წული შეიტანეს და დააბრალეს მერე ქართველს. ურიებმა და სომხებმა გააკეთეს ეს და დააბრალა მერე ქართველს. იმიტომ რომ ქართველები ურიას და სომეხის ქვეშ არიან ფეხქვეშ გაგებულები. რამეს რო ეტყვი თვალში ჩაქრთრის თიც. მე არაფერს ვამბობ, მაგრამ ეროვნებაზე ყველამ კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფერთან. ყველა იმ პატრიოტ და გმირ სომეხს ვენაცვალე თუ მაგრამ ურია ქართველი გმირი არ ყოფილა. არ ახსოვს ისტორიას, რომ საქართველოს ყავდეს ამდენი ომების მიუხედავად ერთი ებრაელი გმირი ყავდეს. მე არ ვიცი, თუ ვინმე მიცით, გამაგებიეთ, რომ ერთი ებრაელი მაინც ყოფილიყო, ვინც აფხაზეთში და სამაჩაბლოში იბრძოდა და თავი დადო საქართველოსთვის. ეგა სომხები და აზერბაიჯანელები და სხვა კუთხის წარმომადგენლები კი ბატონო. ეგენი არავინ არ ყოფილა და ჩვენ ჯარი უნდა გავაგზავნოთ ურიების დასახმარებლად. ეგა. ხო, ბიზნეს უომია ამ ქვეყანაში? თუ ბიზნიჩები იომებენ საქართველოსთვის. ბიზნიჩები ჩავლიან ეგ ალიევთან და დაჯდებიან და კი ბატონო ლენინი და ეს წურიები იყო. ბიზნიჩები ჩავლიან ეგ ბაქოში შეუძრებიან იმას და ეს მთელი ჩემი ქვეყანასო ოჯახად განვიხილავ. მზადება მიდის მეფობისთვის ხალხო. ეგ არის. კარგი, კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.